საუბარს ექსპორტის დინამიკაზე უფრო კონკრეტულად და სტუმარი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის თუ რა პრიორიტეტები აქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. მაშასე ბატონი გიორგი სამანიშვილი, რომელიც დღევანდელი ბიზნეს კონტაქტის სტუმარია. გთხოვთ ბატონო გიორგი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გთხოვთ ბატონო გიორგი, პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი უკვე პრიორიტეტებზე და იმ მიმართულებებზე, რომელიც იქნება 2017 წელს გაწერილი. საექსპორტო ბაზრების მიმართულებით, ადგილობრივი ბაზრის სტიმულირების მიმართულებით და ასე შემდეგ. გისმენთ, ძალიან პირდაპირ ეთერში ხართ. ანუ როგორც მოგეხსენებათ, ამ წუთასაც განაცხადეთ, წლევან 2017 წელი ძალიან აქტიურად დაიწყო ღვინის კომპანიებმა, ფაქტობრივად 3-ჯერ მეტი ღვინო გადაზიდეს, ვიდრე იგივე იანვრის თვეში შარშან 2016 წელს და ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ 2016 წელში ნამდვილად არ ყოფილა ჩავარდნა. რას უკავშირებთ ეს აქტივობას და დინამიკის დაახლოებით 3-ჯერ ზრდას? რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჩამოთვალოთ. ერთი ის, რომ კიდევ უფრო დასტაბილურდა მდგომარეობა იმ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო დიდი რაოდენობით იყიდება, მაგრამ ტრადიციულ ბაზრებს გულისხმობ, მაგრამ მაინც ალბათ ის აქტივობა ღვინის კომპანიების მხრიდან და ზოგადად დარგის აქტიურობა, მარკეტინგის ცნობადობის და შემდეგ მიმართულებით და ის ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოზე გაჩნდა და იზრდება მოთხოვნა, ანუ ეს უკვე დივერსიფიცირების ნაწილია. აუცილებლად ამ ყველაფერს მიმოვიხილავთ, თუმცა მინდა დავიწყოთ იმ საკითხზე საუბრით, რითიც გაახსნა შეიძლება ითქვას დღევანდელი გადაცემა ჩვენმა რეპორტიორმა, სუბსიდირების კომპონენტი. სუბსიდირების კომპონენტის მხრივ რა სახის ცვლილებები იგეგმება და კონცეფცია, რომელიც ძალიან ხშირად პრივატულ საუბრებში თუ პირდაპირ ეთერში მოგვისმენია, რომ საჭიროებს დახვეწას, აი რა მიმართულებებით მოხდება ამ კონცეფციის ტრანსფორმირება. კი ბატონო, სუბსიდირებაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის თქვათ ის პოლიტიკა, რომელსაც ცდილობს სახელმწიფო გავიდეს ამ იმიდან, პროგრამიდან ზოგადად და ამის სხვადასხვა მიმართულებები არსებობს, თქვენ ახსენეთ ახლა თქვათ იგივე კოოპერატივების შექმნის მიმართულება და ეს გამოცდილება არსებობს სუბსიდირების საქართველოში არ შექმნიდა, ეს იყო იგივე წარმატებულ ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში 10 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და დაახლოებით იგივე მიმართულებით მივდივართ ჩვენც. 2017 წელს რა მოცულობით მოხდება სუბსიდირების კომპონენტის შემცირება? ჩვენ შევამცირებთ რაოდენობას და მოგახსენეთ რაოდენობა. შემცირდება დახმარება, უნდა შემცირდეს დახმარება ყურძნის წარმოების მიმართულებით, მაგრამ უნდა გაიზარდოს გაყიდვების მიმართულებით. აი რეალიზაციის კუთხით რა უნდა გაკეთდეს მაგალითად, რომ მოხდეს სტიმულირება. ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო აპირებს გარკვეული ბერკეტების შემოქმედებას. სახელმწიფო ეხმარება დარგს, რომ მოხდეს პირველი გაიზარდოს ცნობადობა, გაჩნდეს ცნობადობა იმ ბაზრებზე, სადაც არ არის ქართულ ღვინოს არ იცნობენ, ასე რომ გაიზარდოს, გაჩნდეს პოტენციალი ღვინის გაგრძელების საინფორმაციო კამპანიას. საინფორმაციო მარკეტინგული და ზოგადად კომუნიკაცია. ყველა მიმართულებით ქართულ ღვინოზე უნდა გაჩნდეს და გაიზარდოს მოთხოვნილება. ეს არის ჩვენი მიზანი. იგივე ტრადიციულ ბაზრებზე ძალიან მნიშვნელოვანია გაახალგაზრდავება ჩვენი ღვინის იმიჯის, იმიტომ რომ ახალმა თაობებმაც დაიწყოთ და გაზარდოს მოხმარება. ასე რომ პოტენციალი ქართულ ღვინოს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ეხლა გადის ექსპორტზე და შესაბამისად ის ყურძენი, რომელიც ჭარბით შეება წლიდან წლამდე წესით ძალიან მალე აღარ უნდა იყოს ჭარბი. მესმის, თუმცა აი სახელმწიფოს ჩარევა ბრძანეთ. გასაგებია რომ ნებისმიერ შემთხვევაში სიმძიმის წერტილი კომუნიკაციის თვალსაზრისით და იგივე მედიატორის ფუნქციის თვალსაზრისით გადის სახელმწიფოზე და ამას ვერანაირად ვერ გავექცევით. თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან ბევრმა და ეს გასული წლების რთველმაც ძალიან კარგად აჩვენა, რომ სახელმწიფოს ჩარევა ცოტა არაერთგვაროვნად ესმის როგორც მეწარმე სუბიექტებს, ასევე გლეხებს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში აი როგორ მოხდება ლავირება სახელმწიფოს ჩარევის კუთხით, აი მაგალითისთვის ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც სუბსიდირებაზე იყო საუბარი, ძალიან ბევრი მეწარმე საუბრობდა იმაზე, რომ ტარიფები რაც წარმოიქმნა იყო არასამართლიანი ტარიფები და ასე შემდეგ. თუმცა ასევე ძალიან კარგად გვახსოვს ის გამოსვლები, რაც უკავშირდებოდა დაახლოებით 2015 წლის რთველს. აი ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი როგორ იქნება განსაზღვრული და ამ შემთხვევაში გვექნება თუ არა წითელი ხაზები, რომ სახელმწიფოს მხოლოდ და მხოლოდ მედიატორის ფუნქცია აქვს და იმის იქით რეალურად არის მეწარმე სუბიექტი პასუხისმგებელი ყველაფერზე. როგორც სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ დარგი უნდა განვითარდეს სწორი მიმართულებით და ესეც ხდება. რთველში ჩარევა მოხდება, ეს გადაერთხელ იყო განცხადებული, იგივე ძალიან მაღალი დონეზე, რომ სახელმწიფო უნდა ჩარიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ამის აუცილებლობა, რთველს გულისხმობ. და სახელმწიფო ერევა ასევე მარკეტინგის ღონისძიებაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კერძო სექტორი არ არის მზად, რომ ფინანსურად არ არის მზად, რომ ეს სამუშაო შეასრულოს. ეს ყველაფერი ტარიფებზე შეიძლება თუ არა გავლენა მოახდინოს ამ ყველაფერმა, იგივე სახელმწიფო გახდეს გამსაზღვრელი მათ შორის საფასო პოლიტიკის. არანაირად, ამის საშიშროება და ეს არც კი მოიაზრება, არც თქვათ იგივე სქემითაც რომ დახოცილდეს სუბსიდირება იგივე რთველის როგორც იმ წლებში იყო, სახელმწიფო მაინც არ არის გამსაზღვრელი არც მიმართულებების და არც ფასების პოლიტიკის, იმიტომ რომ თუნდაც მარკეტინგული ღონისძიებების სტრატეგიული მიმართულები განსაზღვრული იქნა მხოლოდ და მხოლოდ კერძო კომპანიებთან, ღვინის კომპანიებთან და დარგთან ერთად შეიქმნა შემუშავებული. ახლა რაც შეეხება სუბსიდირებას, როგორც კი არ იქნება ამის საჭიროება, მე დარწმუნებულია სახელმწიფო გავა. თუმცა ამაზე მაინც მთავრობა იყოს გადაწყვეტილი. კი ბატონო,
თუ სახელმწიფო მოახდენს ტრანსფორმაციას გარკვეულწილად და თქვენს როგორც ბრძანეთ ამ შემთხვევაში სუბსიდირების ტრანსფორმირება მოხდება და გარკვეულწილად იმ ვაკუუმის შევსება უკვე კოოპერატივების ასპექტით მოხდება, მაშინ უკვე სიმძიმის წერტილი და ვალდებულება გადმოდის მთლიანად გლეხზე, რომ მას მოუწევს გადამუშავება მთლიანად ამ ყველაფრის. შესაბამისად, აი ამ ყველაფრის მონიტორინგი რა პრინციპით მოხდება? ანუ თქვათ რაოდენობის პროდუქტს ყურძენს გადაამუშავებს ამ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი და ასე შემდეგ, ანუ ვინ განახორციელებს ამ ყველაფრის მონიტორინგს? ზოგადად ყურძენს მოგეხსენება თუ მხოლოდ კერძო სექტორი, ანუ გლეხი, მე ვენახე ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ზოგი დიდი მე ვენახე, ზოგი მცირე. მე ვენახე ყიდის ყურძენს, ყიდულობს კერძო სექტორი მხოლოდ და მხოლოდ აწარმოებს ღვინოს ან სხვა პროდუქტებს და ყიდის ვთქვათ ადგილობრივ ბაზარზე ან ექსპორტზე. აქ მხოლოდ კერძო სექტორია ჩართული, სახელმწიფო ერეოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კერძო სექტორში აღარ იყო მოთხოვნილება ამ ყურძენის შესყიდვაზე. წელსაც მე დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ჩაშან შემცირდა სახელმწიფოს მონაწილეობა, წელს კიდევ უფრო შემცირდება და სახელმწიფოს არ დაჭირდება ჭარბი ყურძენის ჩაბარება და ამის გარანტია ერთი არის ის, რომ გაზრდილი ექსპორტი, გაზრდილი გაყიდვები კერძო კომპანიების მხრიდან, მეორე მხრივ თვითონ გლეხების გაერთიანება არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პირდაპირ ღვინო გაყიდვენ, არამედ იმიტომ, რომ თუნდაც ყურძნის წარმოება უფრო იაფი დაუჭირდეთ და ფასი უფრო მომგებიანი იყოს მათთვის, უკეთ გაერთიანონ მევენახეებმაც თავისი ძალა და უფრო მეტი, უფრო ხარისხიანი და უფრო სტაბილური პროდუქტი შექმნა. ერთიან სისტემაზეა უკვე საუბარი და არა განყიდებულად მაგალითად ყველა მიმართულებაში არის დახმარება საჭირო. კი ბატონო, აი მოლოდინები ბოლოს უკვე ჩვენი საუბარი დასასრულისკენ წავიყვანოთ, როგორია მთლიანობაში და ასევე აი საექსპორტო ბაზრების კუთხით. გასაგებია, რომ უკვე აღმავალი ტრენდი ფიქსირდება ტრადიციულ ბაზრებზე, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, უკრაინა, თუმცა დივერსიფიცირების მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო პერიოდში, გასაგებია ჩინეთი, თუმცა აი ევროპის მიმართულებით რა ნაბიჯებს გამან ქართული კომპანიები და ამ შემთხვევაში სახელმწიფო როგორ კისრულობს მედიატორის ფუნქციას. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ხედვა და კერძო სექტორის ხედვა არის ერთი, ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება, საერთოდ მუშაობთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც გვაქვს პოტენცია და რაოდენობები არის გაცილებით ნაკლები დღეს ექსპორტირებული, ვიდრე იქნება წლების შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მუშაობთ მარკეტინგის მიმართულებით. ევროკავშირის ქვეყნები, აქ ორი მიმართულება იყო მოგეხსენებათ, პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის გამოყოფილი განსაკუთრებით და აზია, ჩინეთი, რომელსაც ემატება იაპონია, სადაც წინა წლებშიც უკვე შეიმჩნეოდა ეს მოთხოვნილება და ღვინოზე და წელს გაცილებით აქტიურად. ძალიან კარგი ილუსტრაციაა, ზუსტად ჩინეთი და ჩინეთზე განყენებულად მინდა კითხოთ, სადაც დაახლოებით თუ ციფრები მეშლება შემისწორეთ 111%-იანი მატება იყო ზუსტად ამ მიმართულებით, ამ ბაზარზე და შესაბამისად მაინტერესებს უკვე სხვა მიმართულებით იგებება თუ არა ასეთი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, რომ აი მაგალითად სიტყვაზე ევროპაშიც მოხდეს ესე ვთქვათ მსგავსი ბუმი ქართულ ღვინის პროდუქციაზე, რაც ქონდა აზიის უმსხვილეს ბაზარში. ჩვენ ჩინეთში გვაქვს გაცილებით უფრო სწრაფი შედეგი, რაც მივიღეთ ამ მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, თუმცა ზუსტად იგივე და გაცილებით მეტი ძალისხმევა მოდის იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე და ევროპის ბაზარზე. აი, რა მიმართულებებით ხდება საინფორმაციო კამპანიის წარმოება? მიმართულებები არის ყველგან ერთ და იგივე, ეს არის ცნობადობის გაჩენა, ცნობადობის გაზრდა, მუშაობა პროფესიონალებთან, იმიტომ რომ ქართული ღვინო ისეთი რაოდენობით არის წარმოება, რომ ყველა მოხმარებისთვის იყოს საჭირო. ამიტომ უფრო საშუალო და მაღალ სეგმენტში შეტანა და აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ჩვენ ვართ უძველესი ქვეყანა, ის რომ ჩვენ ვართ ჩვენ გვაქვს ჩვენი განსხვავებული ღვინოები, ტრადიციული ღვინოები, ტრადიციული ჩინეთის მიმართულებით, ეხლა რეალურად რამდენიმე სახელმწიფო ინსტანცია იყო ჩართული, მათ შორის ფონდებით, საპარტნიორო ფონდით დაწყებული, თუნდაც ეკონომიკის სამინისტროს დამთავრებული, როდესაც ეწყობოდა შესაბამისი შოურუმები ფენები და ასე შემდეგ. ევროპის მიმართულებით იგეგმება თუ არა ანალოგიურის გაკეთება, რომ ჩინეთის მიმართულებით ძალიან აქტიური არის კერძო სექტორი და კერძო სექტორი ამ შემთხვევაში ღვინის ეროვნულ სააგენტო ახდენს ამ სამუშაოების კოორდინირებას და ოფიციალურ შეხვედრების და ასე შემდეგ მოწყობას, რომ მოგესალმებით ჩინეთი მაინც სპეციფიკური მიმართულება, მაგრამ მსგავსი ღონისძიებები და არანაკლებ მასშტაბური ღონისძიება ხორციელდება ასევე სხვა მიმართულებებითაც. 4-ვე ამ სტრატეგიული ბაზარი, რომელიც ჩამოთვალე და რომელსაც იაპონია იმატება, გეგმა არის დაახლოებით მსგავსი გაწეული და ჩინეთის ბიუჯეტი მაგალითად მარკეტინგული ღვინის ეროვნულ სააგენტოსი ცოტა ნაკლები ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების. აი თქვენი და კომპანიების კომუნიკაციის ჭრილში მინდა ასევე გითხოთ, თუ მიმდინარეობს სხვადასხვა საექსპორტო პოტენციური ბაზრების მონიტორინგი, შესწავლა და შემდეგ უკვე ამ მიღებული ინფორმაციის გაზიარება კომპანიებისადმი, აი სად უფრო უპრიანია მაგალითად ქართული პროდუქტების. ღვინის ეროვნულ სააგენტო შეიძლება გამოყოთ, თქვათ, სხვა სახელმწიფო უწყებებიდან იმით, რომ ჩვენ გვაქვს ან ყოველდღიური და სხვა გზა არ არის, უბრალოდ კომუნიკაცია კერძო სექტორთან. ანუ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მარკეტინგზე ვსაუბრობთ, ანუ კერძო სექტორი ყიდის ღვინოს იმაზე ვსაუბრობთ. ასე რომ შეუძლებელია ჩვენ მათთან ინფორმაციის გაცვლის გარეშე მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები და იგივე სამოქმედო გეგმა 2017 წლის მარკეტინგის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეთანხმდა ეს გეგმა, წლის გეგმა კერძო სექტორთან. ძალიან მიმალუა გინდა მოგახსენოთ ტრადიციული და დინამიური საუბრისთვის დაკვირვებულია. თუმცა ჩვენი საუბარი ყოველთვის დინამიურია და დაამშვიდებ და ნამდვილად ჭიქა ღვინოა. ალბათ პირდაპირ ეთერში დამეთანხმებით. დიდი მადლობა ბატონ გიორგი სამანიშვილს ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის. პირდაპირ ეთერში დავუბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ და